გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. საპარლამენტაშორისო კავშირის 152 ასამბლეა სტამბოლში. ასამბლეაზე სიტყვით შალვა პაპუაშვილი გამოვა. სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია იწყება. პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით მოусმინა მაკაბოჭორიშვილის კითხვებით გიორგი გახარიას პარტიამ მიმართა. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციის კითხვები არაკომპეტენტური იყო. ხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. ქართული ოცნების დეპუტატებმა ოპონენტები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა ევროინტეგრაციის პროცესზე და საქართველოს მიმართ ევროპელი დეპუტატების უსამართლო დამოკიდებულებაზე. მაკაბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზეც და თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა კონკრეტული მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით იმედის მომცემია. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ეხებოდა სანქციებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ესეც ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმაა. თქვენ მოგეთხოვებათ ისევე როგორც ოცნების მთავრობას სრული შემადგენლობით პასუხი იმაზე, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სურს აღნიშნო, რომ თქვენი კითხვების ნაწილი სწორედ იმ პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელებაა და მცდელობაა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა. სწორედ ამიტომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ციტირებ განცხადებიდან, არავის მივცემთ საშუალებას დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟის და მანიპულაციის რეჟიმში. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია დღეს აქ განვაცხადოთ საქმე შანტაჟის ნაცვლად. როდესაც თქვენ ეძებთ 9 ნაბიჯის შესრულებაზე პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას. იმედის მომცემია ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რამაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში ერთგვარი უკუსვლა გამოიწვია და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომები პოზიტიურად აისახება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა, რასაც მიყვება და ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ საქციების გვერდისავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე. არსებობენ ცალკეული ქვეყნები, რომლებმაც როგორც პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები პერსონალურად დაასანქცირეს. რა იყო ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? იყო ასეთი შემთხვევებით, დამსანქცირებელ ქვეყანას გვიკითხავს, რომ იქნებ სახელები და გვარები მაინც გვითხრათ იმ ადამიანების, ვის ასანქცირებთ, რომ უბრალოდ მან იცოდეს, რომ თქვენ დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი. სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ ხოლმე და უბრალოდ ესე განცხადებად რჩება. ქართული მიწის დაცვისთვის ასამართლებთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. თუ ეს ისევე იმ ბოდიშის გაგრძელებაა ოკუპანტების მიმართ, ბოდიში მომიხადეთ ჭირის უკან, იმიტომ რომ ეს სწორი საქციები და ჩვენ ვიდა რომ ჩვენი ტერიტორიები დაუბრუნდოთ შემორიგებით. სამართლებრივი საკითხების პოლიტიზირება არის ის, რასაც მუდმივად ვამბობ, რომ არ უნდა ხდებოდეს, ბატონო შალვა. პოლიტიკოს რო სამართლებრივი საკითხი შეეხება, ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი ავტომატურად ხდება პოლიტიკური. და ამის მერე ჩვენ ვხედავთ უამრავ დეზინფორმაციას, უამრავ ბრალდებას. პროქსი ქვეყნად უნდა ჩვენი გამოყენება უკრაინასავით. რეზოლუციები, რომელიც თქვენ, მეგობრებო, თქვენც უნდა გაწუხებდეთ. რეზოლუციებში რო გვიწერენ, რომ სააკაშვილს კლავდით ვაწამებდით, უნდა გამოუშვათ პოლიტიკური დევნილია, თურმე სალომე ზურაბიშვილი დღესაც რო საქართველოს პრეზიდენტია. ეკო ქართული ოცნების შეურაცხყოფა არ არის, ეკო საქართველოს შეურაცხყოფა არის. ევროპული თავმოყარეობა არ გაგაჩნიათ? თავმოყარე ხელისუფლების
პასუხი ამ ყველაფერზე როგორი უნდა იყოს? პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მოიქცეოდა ისე, როგორც ვიქცევით, კანონის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში არის სრულიად ნორმალური საქმიანობა. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში აღმოჩნდა არჩეული პარლამენტის მიერ ლეგიტიმური უფლებამოსილების გამოყენება და კანონის მიღება აი ასეთი დამანგრეველი რამ ურთიერთობებში. მინდა გთხოვოთ ხალხური მაკა განსაკუთრებული რეაგირება ჩვენი პარტნიორის ქვეყნების ზოგიერთი ელჩის არაერთ უსამართლო განცხადებაზე თუ ქცევაზე და დამოკიდებულებაზე, მათ შორის 9 აპრილს, როდესაც ჩვენ ძალიან მძიმე კადრები ვიხილეთ ჩვენს გმირების მემორიალიდან დაქნეული ხელი და მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ შორის 9 აპრილი არა გაერთიანების, არამედ დაპირისპირების დღედ გადააქცია. ალბათ უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენი საელჩოები ელჩის და საელჩოს ნებისმიერი პერსონალის მონაწილეობით პროაქტიულად იმუშაოს სხვადასხვა დონის, სხვადასხვა ვიზიტების ორგანიზებაში. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ევროკავშირმა კი არ გააჩერა, თქვენ გააჩერეთ. საქართველოში არის სამართლიანი სასამართლო? საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მტრებად გამოაცხადეთ. ამოიწურა თქვენი დრო, ბატონო გიორგი. მიკროფონში არ ისმის არაფერი. გინდათ რომ პროგ სახელმწიფოთ ვიქცეთ, გინდათ რომ დაინგრესეს ქვეყანა, კიდევ ერთი ომი იყოს, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი, სწორედ აი აქ მივიდოდა ჩვენი მდგომარეობა ამ პერიოდში. უხერხულია თქვენგან კონსტიტუციის დაცვაზე საუბარი, მეგობრებო. და ამიტომ კონსტიტუციის სანამ 78 მუხლი დაიწყებთ, სანამ კონსტიტუციის კითხვას უკუღმა დაიწყებთ 78 მუხლით, მე მინდა ორი მუხლი გაგახსენოთ. პირველივე მუხლი ეს არის სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია, ეს არის სიცრუე, ტყუილი. თქვენი ბრალდებები დემოკრატიული გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ სასაცილოა იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ელემენტარული დემოკრატიული პროცესის არსი გაეგო და პარლამენტში დაედობინა. ევროკავშირში ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი ქვეყნისთვის იმ მიმართულებად, სადაც ჩვენ გონია, ფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ შევქმნით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის სათანადო ჩარჩოს. სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უნგრეთში პიტერ მადიარის გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, უნგრეთის არჩევნების შედეგები ქართული ოპოზიციისთვის შედეგის მომტანი არ არის. სამხარაძე ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს და უსაფრთხოებას. პიტერ მადიარი დადიოდა სოფელ-სოფელ და მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდა საკმაოდ აქტიურ საარჩევნო კამპანიას და მისი, ასე ვთქვათ, გზავნილიც დიდად არ განსხვავდებოდა ორბანის გზავნილისგან, რაც შეეხება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს, რაც შეეხება უნგრეთის სუვერენიტეტს, რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას, ისინი საერთოდ ყველანაირი კავშირი აქვთ მათ დაკარგული საკუთარ ამორჩეველთან, ისინი არანაირად არ მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოება იყოს დაცული, პირიქით ყველანაირად ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებას, ამიტომ ამ ხრივ თუ მათ გონიათ, რომ ეს გამარჯვება მადიარისა მათ რაიმე შედეგს მოუტანს, ძალიან შემცდარან. პარლამენტის თავმჯდომარე სტამბოლშია, საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტაშორისო კავშირის 152 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი ასამბლეაზე სიტყვითაც გამოვა. საპარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეას ქართული დელეგაცია ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით იყენებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და სხვადასხვა სექტორული მიმართულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. ისაუბრეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალო ვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის მხრივ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, განსაკუთრებით შუა დერეფნის კუთხით. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძის ეწვია მაიკლ ფლაერტმა ასევე დაათვალიერა სოფელ წეროვნის დევნილთა დასახლება. კომისარი ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ითვალისწინებს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ შემეცნებით ინტერესებს. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. აქტიურად ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და დაპროექტების პროცესს. ამჯერად საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა უკვე ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 ადამიანზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე და ვფიქრობ, რომ ეს ობიექტი საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენ გვექნება ყველა სპორტული სახეობისათვის შესაბამისი სივრცე გამოყოფილი, არამედ ეს იქნება მთლიანად რეგიონისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. ბატონი პრემიერი ხაშურისა და სურამის მოსახლეობას დაჰყვიდა, რომ აშენდებოდა ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი. ახლო მომავალში იწყება აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობას. ეს პროექტი არის იმ 2 მილიარდიანი პროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს თითოეულ მუნიციპალიტეტში ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას. რა თქმა უნდა, ეს მულტიფუნქციური კომპლექსი მისცემს საშუალებას როგორც ხაშურის, ასევე სურამის მოსახლეობას ჩაერთო რამოდენიმე სპორტის სახეობაში, თანამედროვე სპორტულ დარბაზში, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს როგორც სპორტის ხელმისაწვდომობას, ასევე მასობრივი სპორტის ზრდას. როგორც გითხარით, პარლამენტის თავმჯდომარე სტამბოლშია, ის მედიასთან აკეთებს ამ წუთებში კომენტარს, პირდაპირ ეთერში ვთავთ შალვა ბაბუაშვილს. რა ტიპის შესაძლებლობაა ამ ასამბლეაში მონაწილეობა ქართული მხარისთვის, ვიცით რომ მიმართავთ სიტყვით, რაზე გაამახვილებთ ყურადღებას? უბრალოდ ყოველისა გვაქვს შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო კავშირის 152 სესიაში. ტრადიციულად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ხოლმე, რომ ერთ ადგილას ვნახოთ ბევრი კოლეგა სხვადასხვა ქვეყნიდან, გვექნება ორმხრივი შეხვედრებიც ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარეებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე შესაძლებლობა, რომ ასამბლეას მიმართო სიტყვით საუბარი გვექნება იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში არის, მათ შორის გარეჩარევების და ამ ყველაფერს საქართველოს და როგორ ხედავ ჩვენ ეროვნული ინტერესების მნიშვნელობას თითოეულ ქვეყნის საშინაო საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. 10-ზე მეტი შეხვედრა გექნებათ როგორც კანდიდატ ქვეყნებთან, ასევე წევრ ქვეყნებთან და აზიის ქვეყნებთან. აქ რაზე იქნება მთავარი აქცენტი თქვენის მხრიდან, ბატონო? უბრალოდ ყოველისა რა თქმა უნდა ორმხრივ ურთიერთობებზე ეხლა მექნება ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რა თქმა უნდა ის როგორც კანდიდატი ქვეყანა მასთან გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც მათ აქვს, როგორ მიდის მათთან პროცესი ევროპული ინტეგრაციის, ასევე რა თქმა უნდა გვექნება შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან შევხვდეთ, გვექნება საუბარი იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ ბრიუსელი უფრო მეტად და მეტად კეთავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც ვფიქრობ, რომ არასწორია და შიგნიდან ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები. სამწუხაროდ ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ პირდაპირ კომუნიკაცია წევრი ქვეყნების პარლამენტებთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე შეხვედრა გვექნება ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან
ემირატების, საუდის არაბეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა საუბარი გვექნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებას. ბატონშალა, გითხრათ ოპოზიციასთან დაკავშირებით უნგრეთში განვითარებულ პროცესებს საკუთარი წარმატების ფორმულად იღებენ, ამბობენ რომ ისინი აპირებენ მსგავსი სცენარით საქართველოში პოლიტიკური პროცესების წარმართვას, არ გამორიცხავენ არჩევნებში მონაწილეობას, ზრდებას და ასე შემდეგ. ოპოზიციისთვის რას ნიშნავს ეს მაგალითი და მათ რა შანსი აქვს იმ ყველაფრის, რასაც თავაცალბობ? ოპოზიციას აქვს თავარი პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ჩვენ შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ სხვა ქვეყანას და უკრაინას უკრაინელები ხდებიან და ასე შემდეგ. ეს აქვს პრობლემა, ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას, მოწყვეტილი არიან თავის ამომრჩევლებს და არიან ჯგუფი, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. თავი გონიათ კინოში უყურებენ ყველაფერს, რაც გარეთ ხდება როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად და ემოციურადაც ამ ყველაფრის ნაწილია. ხედავთ, ჩვენ ისინი მართლა განიცდიან ემოციურად მონაწილენი არიან ხოლმე იმ პროცესებში, რომელიც სხვა ქვეყანაში ხდება. იმიტომ ეს არის, გარკვეული სახის, აშლილობა, რომელიც მას ჭირთ იმ მხრივ, რომ მათ წარმოუდგენიათ, ანუ ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წვდებიან იმ რეალობას, რომელიც არის და ვერ მიხვდნენ ამდენი წელია, რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ. აქამდე სხვა სამბობდნენ, ბატონშალო, მათი გზა იყო ლეგიტიმაციის არცნობა, ყველანაირი ბოიკოტი, პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ყველაფერზე მივიდნენ თავად შეცდომები და იზიარებენ იმას, რაც შეცდომებს დაუშვეს, როცა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, არ შემოვიდნენ პარლამენტში, თუ ახლა რატო გადაწყვიტეს ამ ფორმატების გამოყენება. არაფერი არ შეუძლია, ისინი უბრალოდ მორიგ სერიას უყურებენ. ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც საპარლამენტო არჩევნების გზით ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში ვენესუელაში მოხდა გარეთ ჩარევით პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა და მაშინ იმ სცენარის მომხრეები იყვნენ. უბრალოდ ამ სერიალს უყურებენ, ამ ყველაფერს უყურებენ, ამჯერად არის ეს სეზონი მათთვის სხვაგან სხვა რაღაც მოხდება და შემდეგ ისევე გადაეწყობიან. მათ არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, პოლიტიკა, აზრი, არაფერი არ გააჩნიათ, არიან სხვაზე დამოკიდებული და სხვა საყოლილის ჯგუფი. ოპოზიციის საკითხს გავაგრძელებ თუ შეიძლება. თინა ბოკუჩოვას განცხადებაზე მინდა გითხოთ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თქვა, რომ მათთვის ეკლესია არის მოედანი, რომელზეც უნდა შევიდნენ. მისივე თქმით, ოპოზიციაში არსებულ ძირთობლივი გზავნილის პრობლემა და მათ საზოგადოებას უნდა დაარჩიონ, რომ არ არიან უღმერთოები და უწმუნოები. რა დამოკიდებულებას აჩვენებს ეკლესიის მიმართ ოპოზიციის ჯგუფი? ნაციონალურ მოძრაობაზე დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას ჩვენ წლებია ვაგვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ ისინი თუ ოპოზიციაში, ხედავდით თუ რა გაშევების კამპანია ქონდათ პირდაპირ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, პერსონალურად მოსახლეობის წინააღმდეგ, პერსონალურად ცალკეული მეუფეების ეკლესიის წინააღმდეგ, ასე რომ ეს ვიცით, რომ მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა როგორი არის. ის რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, ის რაც დღეს ხდება სხვა მათ ტელევიზიებში, ეს ამის ყველაზე დიდი დასტურია. ამიტომ ასეთ საუბარი ჩვენ მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა და ამას თუ აპირებენ, არ ვიცი მე რომ ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა ბაბუაშვილს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ქალაქში ახალი ინოვაციური სივრცე University შეიქმნება. ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია მთავრობის მიერ ინიცირებულ ქვეყნის საგანმანათლებლო რეფორმასთან. University-ის სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში გაიხსნება. უნიკალური პროექტი 4 უმნიშვნელოვანეს დარგს აერთიანებს: ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტის და STEM სისტემების განვითარებასთან ერთად აქტიურად წარიმართება კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ღონისძიებები. მემორანდუმი მოიცავს ქალაქის ცენტრალურ სკვერში მდებარე მედიათეკის გადაცემას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სარგებლობაში. აღნიშნულ სივრცეში მოეწყობა როგორც ვიზიტორთა ცენტრი, ასევე ინოვაციური, ტექნოლოგიური, აკადემიური და მომიჯნავე პროექტების კულტივირების სივრცე, სადაც მოხდება ასევე საჯარო ლექციების ჩატარება
აღნიშნული მედიათეკა და აღნიშნული ბიზნესი ყოველთვის ღია იქნება აკადემიური ახალგაზრდული პროექტების მისაღებად. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 2 წლით უსასყიდლოვადით გადასცემს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ცენტრალურ ბულვარში არსებულ ახალგაზრდულ სივრცეს, სადაც მოიწყობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ახალგაზრდაობისთვის შეხვედრების სივრცე, გათვალისწინებული იქნება 3 სივრცე, სადაც ჩატარდება პლენარული შეხვედრები, ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე შეხვედრები. სულხან საბასა და პავლე ინგუროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია იწყება. პროექტით გათვალისწინებულია როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შენობა ნაგებობების აღდგენა, რესტავრაცია. პროექტის ისტორიული ნაწილის ავთენტიკურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა. პროექტის მთავარი მიზანია, სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, სამუშაო 17 აპრილიდან დაიწყება. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, ყავს გამარჯვებული 4 კომპანია, რომლებიც დათქმულ ვადებში განახორციელებენ სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა ნაგებობების აღდგენა, რესტავრაციას. 18 აპრილიდან უკვე დავიწყებთ, 7 aprilს ღამე გადაიკეტება მოძრაობა, შეიზღუდება, ვიწყებთ ლეონძის ქუჩიდან, პირველი 10 დღე შეზღუდვა გვექნება ლეონძის ქუჩაზე, შემდეგ შემოვდივართ სულხან-საბას ქუჩაზე და მერე ეტაპობრივად გადავალთ ინგოროყვას მიმართულებით. დაახლოებით 500-მდე ბენეფიციარი ყავს აღნიშნულ ქუჩებზე, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან ამ შენობების დასრულების მომენტამდე, ქირით იქნებიან გაყვანილები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუმინეთის იასის პეტრე ანდრეის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გაცვლითი და ბილატერალური საგანმანათლებლო პროგრამების ამუშავებას, ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს. ღონისძიებაზე, რომელსაც თესეუს რექტორის მოადგილე ესწრებოდა, რუმინულმა მხარემ წარმოადგინა სამეცნიერო ჟურნალ პოლისის ახალი ნომერი, რომელიც საქართველოს მის მრავალათასწლიან ისტორიას, კულტურას და მეცნიერებას მიეძღვნა. ვიზიტის მიზანი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება თანამშრომლობის შესახებ და ეს ხელშეკრულება მოიცავს სტუდენტების, მეცნიერების, პროფესორების გაცვლებს, ასევე ერთობლივ პროექტებს, როგორც ბილატერულ კონტექსტში, ასევე საერთო ევროპულ კონტექსტში. იასის პეტრე ანდრეის სახელობის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც მთლიანად საქართველოს ისტორიას, კულტურასა და პოლიტიკას ეძღვნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლისში განხილულ თემებზე მოსაზრებების გაცვლა, არამედ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი ურთიერთობების დამყარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხალხებმა, ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთი რაც შეიძლება უკეთ გაიცნონ. ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა ფიროსმანი გაიხსნა. ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა დაათვალიერა. მიმდინარე წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სამუზეუმო კოლექციების დაცვა, შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატ კონტროლის სისტემით აღიჭურვა. გალერეის ტექნიკური აღჭურვა დასრულდა. ამ ეტაპისთვის იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რომელიც აღმოფხვრილია და ეს არის ჩვენ ძირითადი თემა, რომ მოუაროთ ჩვენ საგანძურს და ჩვენ ინფრასტრუქტურას. კიდევ ბევრი ღონისძიება იქნება წელს, რომელსაც კულტურის სამინისტრო ასევე შეუერთდება და მხარს დაუჭერს. გალერეა არის ახლა სრულ ფორმაში, მზად არის ნებისმიერ გამოფენას უმასპინძლოს, ნებისმიერი მასშტაბის და რა თქმა უნდა დავიწყეთ ფიროსმანით, რომ ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება საშუალება ნახოს ყველაზე სრულყოფილი გამოფენა, რაც შეიძლება იყოს ნიკო ფიროსმანის. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს თეა სიჭიდავა განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გებრჩდებებით ნახვამდის.